იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე კი არსებულ სკვერში ახლა დარგული ენერგები გაანადგურეს. შემთხვევა სავარაუდოდ გვიან ღამით მოხდა. ადგილზე დილიდან ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. ენერგები ქალაქის მერმა დავით ჯიქიამ და მაჟორიტარის ბიუროს ხელმძღვანელმა შესაბამის სამსახურებთან ერთად მოინახულეს. ფაქტთან დაკავშირებით პირველ განყოფილებაში განცხადება უკვე შესულია და მომხდართან დაკავშირებით მოკვლევა მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ სკვერში მწვანე მომავლის ფარგლებში 2 თვის წინ 200-მდე ნერგი დაირგო. უკვე მეორედ მოხდა ვანდალური ფაქტი, 70 ნერგზე მეტია დაზიანებული. როგორც მოგეხსენებათ, გამწვანე მომავლის ფარგლებში მაჟორიტარი დეპუტატი ზვია ძიზიგურის ბიუროს ხელშეწყობით დაირგო პავლონიის ნერგები ამ ადგილას. მე მინდა მოუწოდო მოსახლეობას, ადგილობრივ მოსახლეობას, რომ უფრო გულისხმიერება გამოიჩინონ და აღარ მოხდეს მსგავსი ფაქტი. 80% თითქმის განადგურებულია. ეს ყველაფერი არის მომხდარი წუხელ ღამე შუა ღამის პერიოდში, რადგან ჩვენ ამას ყოველთვის კონტროლზე ვყავს ეს სამხედრო სკვერი. გუშინ საღამოსაც ვიყავით, შემოვიარეთ, ყველაფერი ნორმალურად იყო. ამ დილით 8:30 საათზე დაახლოებით 8:30-ზე დაგვხვდა აი ამ მდგომარეობაში.